ნახოთ 2025 წელს როგორ გექნებათ პირადი ცხოვრება. არ ჩავიფიქროთ ადამიანი, არ არის სავალდებულო, პირადი ცხოვრება თვითონ გვიჩვენებს ეს იქნება სულიერი თუ უსულო, არ ვიცი რომელი სიტუაცია დაგილაგებს პირადს, მაგრამ მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ. რა გელოდება პირად ცხოვრებაში? ნახოთ რა გელოდება პირად ცხოვრებაში. რა გელოდება პირად ცხოვრებაში? პირად ცხოვრებაში გელოდება ისევ წარსული. თუ ვინმეს გაინტერესებდათ მომავალი, აქ ზუსტად არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გელოდებათ პირადში ვინმე ახალი. უბრალოდ დღეს არის ის, რომ მაინდა-მაინც იმ ადამიანებზეა ეს გაშლა, ვინც წარსულიდან მოდიხართ და კიდე თქვენი მომავალი არის წარსული და წარსულიდან მომავალი ეს ადამიანი ამჟამინდელი, ამას თუ ამჟამინდელი ქვია, იმიტომ რომ თქვენ შორის საერთოდ არ არის მოლაპარაკება, არ არის ჰარმონია და გრძელდება მოკლედ ეს ქაოსი გრძელდება. მოდი ვნახოთ. ანუ თუ თქვენ გაინტერესებთ რომ 2025 წელს ეს ადამიანი დაგაკმაყოფილებთ, მე აქ ვერ უყურებ ამ ყველაფერს, თუმცა თქვენ შორის იქნება ანთება, თქვენ შორის იქნება არაჩვეულებრივი ვიტყოდი ინტიმური ურთიერთობაც, მაგრამ ამას არ მოყვება რაღაცა სიღრმე, რაღაცა სიახლე. თითქოს ერთი და იგივე ნანახი სიტუაცია, რომელიც თითქოს ყველაფერი ნორმაზეა, ყველაფერი ჯანსაღად არის, მაგრამ არ მიდის რაღაცა იქამდე, რომ თითქოს შენი სული იყოს კმაყოფილი. ეს ვისაც გაქვთ მაინც წარსულიდან გადმოყოლილი, რადგანაც ჩვენ არკანუმმა არ გაქვთ სხვანაირ პასუხი, მოდი ვნახოთ თეთრი კატები რას გვეტყვიან. საერთოდ იქნებ ამოვიდეს ახლა ის ინფორმაცია, აქ ასო წარსული მოვიდა, უეჭველი, მაშინ დავხუროთ ეს თემა და სხვა დროს გავუშალოთ. პირადი ცხოვრება როგორ დაგილაგდებათ? რა დაალაგებს სულიერი უსულო, რა ვიცი, რა დაალაგებს აი პირადი ცხოვრება. პირადი ცხოვრება. პირადი ცხოვრება. ესე იგი თუ არ გაიქცევი ახლა და რაღაცა უნდა გაიქცე და როგორ უნდა გაიქცე, იცი? ხელი დაუქნიო, ჩაო, კაკაო და უნდა გაიქცე რეალურად, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ესე იგი მომავალი გეკეტება თუ შენ რაღაცა გადაწყვეტილებას არ მიიღებ. ხო, როგორიცი 10-იანი ხმალი. ნახე როგორი გადაწყვეტილება 10-იანი ხმალი. არ უნდა გეტკინოს. სამწუხაროდ აქ შენ უნდა ატკინოს სხვას. თუ ახლა ჩვილი გული გაქვს და რაღაცა ძალიან სენსიტიური ხარ, შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ სხვა გზა არ არის. აქ ისეთი წერტილი უნდა დაისვას, ესეთი გადაწყვეტილება უნდა დაისვას, უბრალოდ გადაწყვეტს, რომ უნდა გაიქცე ისე, რომ უნდა გრუბად თქვა დაიკიდო, ვის რა ეთკინება და ვინ რა იქცე, იმიტომ რომ გასაქცევად გაქვს საქმე, რომ მართლა ეს მომავალი შემოვიდეს და მომავალი როგორ შემოვა, იცი? აი აქ ზოგადი გაშლების მათ 1000% შემიძლია ვთქვა, რომ სხვათა შორის 2026 წელი არის ფორტუნას და ფორტუნა ხე შემოდის სიყვარული, არჩევანი და ფორტუნა დაგვირგვინდება 2026 წელს არაჩვეულებრივად, ამიტომ არ დაკარგოთ დრო. ახლა ზუსტად ისე ნოიფიქრეთ, როგორც მე გეუბნები, თქვენი ინტუიციიდან გამომდინარე უნდა იგრძნოთ, რას ვლაპარაკობ ახლა მე. ამიტომ სასწაულები ხდება თქვენი ინტუიციიდან გამომდინარე, რასაც მე ახლა ყვები, ეს არის ინფორმაცია და თქვენ და დაალაგოთ რას და როგორ ყვები მე აქ. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.